ეს არის ქრონიკა 8-ზე. 1 აპრილიდან მძღოლებს განსაკუთრებული სიფხიზლე მართებთ და ეს სულაც არ არის საპირველ აპრილო ხუმრობა. თუ კი აქამდე პოლიცია სპეციალური საშუალებით ადგილზე მხოლოდ ალკოჰოლზე გამოწვევდათ, ორშაბათიდან სამართალდამცველებს გონივრული ეჭვი საფუძველზე შეეძლებათ ნარკოტიკულ თრობაზე ნარკოტესტის მეშვეობით შეგამოწმოთ. თანაც 1 აპრილიდან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა სისხლის სამართლის კოდექსით დაესჯება და ზემოქმედების ქვეშ მყოფ მძღოლს ჯარიმა ან და 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა დაიკისრება. სპეციალისტების თქმით, ნერწყვის ტესტერი ზემოქმედების ფაქტს 99.9% სიზუსტით ადგენს. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. დადებითი პასუხის შემთხვევაში მძღოლს გადაიყვანენ საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, სადაც მას დამატებით კიდევ 2 ტესტის გავლის შესაძლებლობა ექნება. რა დეტალები უნდა ვიცოდეთ, რომ ინფორმირებულები შეხვდეთ ნარკოტესტირების რეგულაციაში. ნაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ბექა ლილუაშვილი ისაუბრებს ახლა ამ თემაზე ჩვენთან. სამშვიდობო ბატონო ბექა, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მოდით დავიწყოთ და მეტ ინფორმაცია მივაწოდოთ მაყურებელს, მცხოვრებს პირველ რიგში, რა ელით მათ 1 აპრილიდან. მე ვიცი, რომ თქვენ სპეციალური, ესე ვთქვათ, ნივთით ხართ მოსული იმით, რომლითაც შეერაღებულები მოგვევლინებიან 1 აპრილიდან სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები. აგვიხსენით, რა პროცედურების გავლა მოუწევს მძღოლს, რომელსაც გააჩერებს პოლიციელი გონივრული ეჭვის საფუძველზე? მოგესალმებით პირველ რიგში, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. რაც შეეხება თუ რა ელით მძღოლებს 1 აპრილიდან, ამ კითხვაზე რომ კარგად კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რაზეა საუბარი. 1 აპრილიდან ძალაში შედის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275 და 276 მუხლების ახალი რედაქცია, რაც გულისხმობს, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრება პირს, რომელიც ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მიმდინარე ზემოქმედებით მართავს ავტოსატრანსპორტო საშუალებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ანუ პირი, რომელიც რულთან ზის და ამავდროულად არის ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, მას დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, რომლის მაქსიმალური სანქცია, ასე ვთქვათ, ითვალისწინებს 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. თუ როგორ მოახდენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები ამ ფაქტის დადასტურებას, ამაზე შეგვიძლია დეტალურად ვისაუბროთ. ეს არის აპრობირებული საერთაშორისო პრაქტიკა, რომელიც გამოიყენება ევროკავშირის 20-მდე ქვეყანაში, არა მხოლოდ როგორც ინსტრუმენტი, არამედ როგორც სამართლებრივი შედეგი, რაც 2 წუთის წინ ასე ვთქვათ ავხსენი და ვახსენე. მაგალითად, ხორვატიაში, კანადაში, პოლონეთში, გაერთიანებულ სამეფოში, ირლანდიაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს იგივე ფაქტი, რაზეც ცოტა ხნის წინ მქონდა საუბარი, ხოლო რაც შეეხება ინსტრუმენტს, თუ როგორ ხდება, ასე ვთქვათ, ამ ფაქტის გამოვლენა, ეს არის მობილური ტესტი, ისეთივე ტიპის, როგორიც არის ალკოტესტი, თუმცა ეს არის ერთჯერადი, წარმოებულია გერმანიაში და გამოიყენება ისეთ ქვეყნებში, როგორც არის მაგალითად ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, ანუ უშუალოდ ის ხელსაწყო, რომელსაც 1 აპრილიდან დანაშაულის გამოვლენისთვის გამოიყენებს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, უკვე გამოიყენება ევროპის მოწინავე ქვეყნებში. რატომ მაინც აი გერმანულ პრეპარატზე, აპარატურაზე შეჩერდა არჩევანი, ანუ ეს რამეთი უპირატესია სხვა წარმოების, სხვა ქვეყანაში წარმოებული აპარატურისგან? ესე იგი, ჩვენ ამ მოწყობილობის სელექციის პროცესში გავითვალისწინეთ რამოდენიმე ძირეული გარემოება. პირველი, ეს უნდა ყოფილიყო მაქსიმალურად მეტი ნარკოტიკული ჯგუფის, ანუ ნარკოტიკული ნივთიერებათა ჯგუფის აღმომჩენის საშუალება. მეორე, უნდა ყოფილიყო მაქსიმალურად ცოტა სინჯის მომთხოვნი, ანუ ნერწყვის მაქსიმალურად ცოტა რაოდენობა უნდა იყოს საჭირო და მესამე, რა თქმა უნდა, ფასი. ანუ და ხარისხი. აღნიშნულ მოწყობილობას აქვს გავლილი მრავალი ლაბორატორიული კვლევა და მას აქვს მინიჭებული სხვადასხვა ხარისხის სტანდარტი, მათ შორის მწარმოებელს ISO სტანდარტის სხვადასხვა სერტიფიკატები ეგრეთ წოდებული, ხოლო ტესტი არის კონსტრუირებული იმგვარად, რომ მაქსიმალურად ჰუმანური და ესთეტიურია ეს პროცესი თვითონ, ანუ დეტექციის დროს. და რამდენიმე ჯგუფს გამოავლენს, აი რა ჯგუფებზე საუბარი, ეს კონკრეტული პრეპარატი? შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებობს როგორც ექსპერტული, ასევე ინფრასტრუქტურული, ასევე ტექნოლოგიური რესურსები იმისთვის, რომ გამოვლინდეს ყველა ტიპის ნარკოტიკული საშუალება, რომელიც იქნება, რომლის ზემოქმედების ქვეშაც იქნება მძღოლი. მაგალითად, ტესტს აქვს
საშუალება გამოავლინოს სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული ჯგუფები, მათ შორის ისეთი როგორც არის ამფეტამინის, მეტამფეტამინის ჯგუფი, კანაბისის, მარიხუანას, რა თქმა უნდა, მარიხუანაც იგულისხმება ამ თვალსაზრისით, კოკაინის და სხვა. ანუ ტესტი გვაძლევს საშუალებას, რომ კომბინირებულად მოვახდინოთ იდენტიფიცირება, თუ ძღოლი არის მიმდინარე ზემოქმედების ქვეშ ერთი ან რამოდენიმე ნარკოტიკული ნივთიერებით. რა თქმა უნდა, ტესტს აქვს საშუალება, რომ კონკრეტულად დავინახოთ თუ რომელი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყოფება მძღოლი. აქ როდესაც გახსნიანდა ეს ინფორმაცია, ერთი სადავო საკითხი, ანუ კითხვის ნიშანს რასაც იწვევს, დროს ეხება 8 საათიანი ინტერვალი იქნა არჩეული თქვენს მიერ. რატომ 8 საათიანი ინტერვალი? იმიტომ რომ ასეთი მოსაზრებაც იყო, რომ შეიძლება იმ მომენტში მძღოლი არ იყოს ნარკოტიკული თრობის ქვეშ, იმ მომენტში როდესაც მართავს, მაგრამ 8 საათის წინ კონდეს მიღებული გარკვეული ნარკოტიკული საშუალება. რატომ უნდა ხდებოდეს მაგალითად მისი დასჯა თუ ამ გამოვლინდა ტესტის მიხედვით, ან ხდება თუ არა დასჯა, თუ კი იმ მომენტში არ არის ნარკოტიკული თრობის ქვეშ? მოგახსენებთ, ამასთან დაკავშირებით აუცილებლად, როგორც თქვენვე აღნიშნეთ, ტესტის სიზუსტე არის 99%. და ის იყენებს სელექციურ მეთოდს. ტესტი ადგენს მიმდინარე ზემოქმედების ფაქტს და დროითი შუალედები, რაც თითოეული ნარკოტიკული ნივთიერებისთვის და ასევე თითოეული ადამიანისთვის მისი ფიზიოლოგიური მახასიათებლებიდან გამომდინარე არის საკმაოდ ინდივიდუალური მაჩვენებელი, უნდა დასმულიყო რაღაც სტანდარტი. სწორედ ამ სტანდარტიდან გამომდინარე, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელიც გადაამოწმებს პირველ რიგში ნარკოტიკის ტესტის საშუალებით, გადამოწმებას ახდენს კომბინირებული მეთოდით, რაც გულისხმობს იმას, რომ პირველ რიგში თუ კი არსებობს მძღოლის მხრიდან ვიზუალური გამოვლინება რაიმე ნივთიერების თრობის და ეს არის მაგალითად ისეთი გამოვლინება, როგორც არის თვალის გუგის ზომა, მაგალითად ზოგადი მოუსვენდრობა, გახშირებული სუნთქვა და ასე შემდეგ, სპეციფიური სუნი, მაგალითად ალკოჰოლის შემთხვევაში. პირველ რიგში გამოირიცხება ალკოჰოლური თრობის ფაქტი, შესაბამისად, მას შემდეგ რაც გამოვრიცხავთ ალკოჰოლურ თრობას, გადავდივართ უკვე ნარკოტიკული ნივთიერების თრობის ასე ვთქვათ იდენტიფიკაციაზე. მას შემდეგ რაც ტესტი გვიჩვენებს კონკრეტულ შედეგს, დაუშვათ პოზიტიურ შედეგს, ხდება მძღოლისთვის აუცილებლად შეთავაზება, რომ მოხდეს ამ მაჩვენებლის გადამოწმება და დადასტურება კლინიკურ ლაბორატორიული გზით, რაც ხორციელდება უკვე საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში. ანუ ადგილზე უკვე მძღოლის გადაყვანით ლაბორატორიული და კლინიკური კვლევის საფუძველზე დადასტურდება მიმდინარე ზემოქმედების ფაქტი და შესაბამისად დაიწერება შესაბამისი დასკვნა. სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე უკვე დადგება სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. 8 საათის ინტერვალი? ანუ არა აქვს მნიშვნელობა იმ მომენტში ხარ თუ არა კონკრეტულად ზემოქმედების ქვეშ და 8 საათის წინ. ესე იგი, კიდევ ერთხელ ცალსახად უნდა გავმიჯნოთ, რომ საუბარი არის მიმდინარე ზემოქმედებაზე, ანუ მძღოლი უშუალოდ თრობის ქვეშ არის ეხლა. თუმცა თუ მან მოიხმარა მაგალითად მსუბუქი ნარკოტიკული საშუალება, პირობითად მარიხუანა. ვიცით რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს არ არის ადმინისტრაციულად დასჯადი ქმედება მოხმარების ნაწილში, თრობის ნაწილში ეს გახდა სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის საგანი იმ შემთხვევაში მაგალითად თუ სატრანსპორტო საშუალებას მართავთ, მაგრამ მძიმე ნარკოტიკების შემთხვევაში მაგალითად როგორიც არის ჰეროინი პირობითად ქმედება მათ შორის მოხმარების ნაწილში. პირველი შემთხვევა მაგალითად არის ადმინისტრაციული სამართალ დარღვევა და ადმინისტრაციულად დასჯადი ქმედება. ამიტომ ჩვენ ეხლა რასაც ვსაუბრობთ, ეს არის ცალსახად მიმდინარე ზემოქმედება, ანუ უშუალო თრობის ფაქტი. ადამიანი არის თრობის ქვეშ და ამავდროულად მართავს საჭეს. აი ეს არის სისხლისამართლებრივად დასჯადი ქმედება. კი ბატონო, მაგრამ თუ კი ტესტმა გამოავლინა, რომ მის ორგანიზმში არის ნარკოტიკული ნივთიერება, ანუ ამ შემთხვევაში ტესტი არავლენს ის იმ შემთხვევას პოზიტივი გვაჩვენა, ანუ დადებითი შედეგი გვაჩვენა ტესტმა, ხო? თქვენ, ანუ პოლიციელმა შესთავაზა მძღოლს, გადავიდეს შემდეგ და დამატებითი ლაბორატორიული კვლევა ჩაიტაროს. თუ ამ ლაბორატორიულმა კვლევამ გამოავლინა, რომ ის იმ მომენტში არ იმყოფებოდა თრობის ქვეშ, არამედ რამდენიმე საათის წინ აქვს მიღებული, ის თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან. თუ მძიმე ნარკოტიკია, კიდევ ერთხელ განმარტავ. არა, დავანებოთ თავი მძიმე. მარიხუანის შემთხვევაში რა თქმა უნდა თავისუფლდება პასუხისმგებლობის. მძიმე ნარკოტიკის შემთხვევაში მას რა თქმა უნდა ადმინისტრაციული სანქცია თუ კი მიმდინარე თრობის ქვეშ არ არის და უბრალოდ მოხმარებული აქვს მაგალითად 15 საათის წინ პირობითად.
ერთი საკითხი კიდე რომელიც იყო მაგალითად გირჩს ეკუთვნის ესეთი მოსაზრება რომ რატომ გამოიყენება ასეთი მიდგომა და არა ისეთი როგორც ალკოჰოლის მოხმარების დროს არის ანუ აქ საუბარია იმ ჯარიმაზე და სისხლსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე როგორც ნარკოტიკული თრობის ქვეშ ყოფნისას ეხლა 1 აპრილიდან შემოვა ძალაში მოგახსენებთ პირველ რიგში უნდა საზოგადოებას განუმარტოთ შემდეგი რამ რომ ალკოჰოლური თრობის და ნარკოტიკული თრობის ერთ სამართლებრივ სივრცეში განხილვა არის არასწორი მიდგომა. ამისთვის არის სამი არგუმენტი. პირველი, ალკოჰოლური ნივთიერებები, ანუ ალკოჰოლის შემცველი ნივთიერებები არის სამოქალაქო ბრუნვაში თავისუფლად, ასე ვთქვათ, მოძრავი ნივთიერება, რომელიც თავისუფლად იყიდება და მისი რეალიზაცია არ არის სისხლის სამართლით დასჯადი ქმედება. შესაბამისად, ნარკოტიკისგან განსხვავებით, რომლის რეალიზაცია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საგანია, მეორე არგუმენტი არის ის, რომ ალკოჰოლურ თრობას გააჩნია თავისი ფაზები, ანუ არსებობს აი მაგალითად ჩვენ ალკოტესტის შემოწმების დროს კანონმდებლობით სანქციას ვაკისრებთ მხოლოდ ისეთი თრობის ფაქტს, რომლის ასე ვთქვათ დონე აღემატება 0.3 პრომილს სისხლის მოცულობაში. შესაბამისად მას აქვს ფაზები, არსებობს ნაკლებად მთვრალი ადამიანი, რომელიც შედარებით ნაკლებად რისკის მატარებელია, განსაკუთრებით როცა ავტოსადრასპორტო საშუალებას მართავს და ძალიან მთვრალი ადამიანი, რომელიც კიდევ უფრო მაღალი რისკის მატარებელია. მსგავსი რაოდენობრივი ანალიზის განხორციელება ნარკოტიკულ საშუალებაზე არ არსებობს, ანუ ადამიანი არის ან მიმდინარე ზემოქმედების ქვეშ და მისი რეფლექსური მდგომარეობა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადეკვატურად მართოს ავტოსატრანსპორტო საშუალება, ან არ არის ზემოქმედების ქვეშ. შესაბამისად, აი ეს მეორე არგუმენტი და მესამე არგუმენტი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ საქართველოს მიერთებულია უამრავ საერთაშორისო, ასე ვთქვათ, რეგულაციასთან და კანონმდებლობის სხვადასხვა ტიპებთან, რომელიც ცალსახად გვავალდებულებს ნარკოტიკული მოხმარების ფაქტების მკაცრად რეგლამენტირებას და საკანონმდებლო დონეზე მათ ადმინისტრირებას და შეზღუდვას და აქ არ არის ასეთი აქცენტი გაკეთებული ალკოჰოლურ თრობაზე. ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ, აი, რამდენად ხშირად არის ხოლმე ნარკოტიკული თრობა ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზი, ამის სტატისტიკა თუ არსებობს? ესე იგი, მოგახსენებთ ამასთან დაკავშირებით ესე იგი სტატისტიკურ მონაცემებს რაც შეეხება საკმაოდ ხშირია ისეთი ფაქტები, როდესაც ნარკოტიკული თრობა არის წამახალისებელი ფაქტორი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის მოხდენის. რაზეა საუბარი? მაგალითად, თუ ძღოლმა გადაკვეთა ორმაგი ღერძულა ხაზი და დაეჯახა, დაუშვათ მოახდინა სატრანსპორტო შემთხვევა, რა თქმა უნდა, გამომწვევი მიზეზი კონკრეტული სატრანსპორტო შემთხვევის არის ის, რომ მან გადაკვეთა ორმაგი ღერძულა ხაზი, თუმცა წამახალისებელი ფაქტორი არის ის, რომ ის იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერების თრობის ქვეშ. ამიტომ საკმაოდ ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც ეს ხდება წამახალისებელი ფაქტორი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის მოხდენის. კი ბატონო, ესე იგი 1 აპრილიდან მძღოლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მათი მისამართით ახალი რეგულაცია მოქმედება. ყველას მისამართით. ძალიან დიდი მადლობა, ბექა ლილუაშვილი იყო ჩვენი სტუმარი, ჩვენ